ამბები სამრელოს შუაგულიდან. აფხაზმა ექიმებმა კოდორის ხეობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჩუქარი პატარებს. კორუფციის ადგილი ფეხბურთში არ არის იოზეფ ბლატერი. რადიო თინათის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას ახალ ამბებს 15 საათზე თია შონიამ გაგაცნობთ. ოკუპირებულ აფხაზეთში აგუძერა სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა კოდორის ხეობის მოსახლეობას გეგმიური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. კოდორელების ჯანმრთელობის შემოწმება სოფელ აჟარას საავადმყოფოში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ აქციას ტრადიციული ხასიათი აქვს. მას საფუძველი 2008 წლიდან კოდორის ხეობის ოკუპაციის პერიოდიდან დაედო და ყოველწლიურად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება. აფხაზი ექიმების მიერ დასმული დიაგნოზისა და გამოწერილი რეცეპტის მიხედვით უყურებული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო კოდორის ხეობის მოსახლეობისთვის ამ აქციის ფარგლებში მედიკამენტებსაც უფასოდ გასცემს. 1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღე ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობს გრანდიოზულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამური პატარებს გართობას კომბინატის კულტურის სახლში 12 საათიდან სთავაზობს. დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, უფასო ატრაქციონი, ტკბილეული, ფერადი ბუშტები, თბილისიდან მოწვეულია ილუზიონისტი სპეციალურად პატარებისთვის, ასევე ჯამბაზები და მულტფილმის პერსონაჟებიც. თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან გუნავა სამართალდამცავმა დააკავეს. ბეჟან გუნავა საპატრულო პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც კომპანია City Park-ის ოფისთან კომპანიის საევაკუაციო ავტომანქანებს ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა. ბეჟან გუნავას თქმით, City Park-ის საქმიანობა უკანონოა, ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს მოუწოდებდა შეემოწმებინათ კომპანიის საევაკუაციო მანქანების საბუთები. განმაგრძობ გამოშვებას სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საფეხბურთო კლუბის ზუგდიდი ფეხბურთელებმა თბილისის დინამოსთან 7-0 წაგებით სანაცვლოდ ფული აიღეს. ზუგდიდის გულშემატკივარი და ყოფილი პარლამენტარი გურამ ცაცაშელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა თამაშის გაყიდვაში მონაწილე 10 ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა. საფეხბურთო კლუბ ზუგდიდი დირექტორი გელა ინაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ფეხბურთელები გუნდიდან მხოლოდ კონტრაქტის დასრულების გამო გაუშვა. მაისში ყველა ფეხბურთელს ამოეწურა კონტრაქტის ვადა და ყველა წავიდა კლუბის გაახალგაზრდობაზე ვფიქრობთ. გუნდის ყოფილი ფეხბურთელებთან მხოლოდ 4-თან მიმდინარეობს მოლაპარაკება. 20 ივნისს გაირკვევა ყველაფერი თუ ვინ დარჩება გუნდში. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჭორებზე აღარ ვისაუბრებ. ეს უკვე სხვა უწყების გამოსაკვლევია, თქვა რადიო ათინათთან საუბრისას გელა ინალიშვილმა. თუ უფრო მეტის გაგება გინდათ თუ რა ხდება დღეს ზუგდიდის ფეხბურთში, შეგიძლიათ წაკითხოთ ინფორმაცია ჩვენ ვებგვერდზე www.radio-athinathi.g. განმაგრძობ გამოშვება სხვა მნიშვნელოვანი ამბებით. პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები მაუწყებლობის შესახებ კანონს იხილავენ. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები და ტელეკომპანიების წარმომადგენლები ციფრული მაუწყებლობის შესახებ საუბრობენ. ტელეკომპანია რუსთავიორის წარმომადგენელმა დუდუ კურდღელიამ კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა. ერთ-ერთი ქვეყანაში ციფრული მაუწყებლობის დაწყების ვადის შეცვლას უკავშირდება. დუდუ კურდღელიას თქმით, აღდგენილი ის თუ მოსახლეობის რა ნაწილს ექნება საშუალება მიიღოს ციფრული სიგნალი. რუსთავიორის ამ ინიციატივას მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებიც უჭერენ მხარს და ამბობენ, რომ შესაძლებელია ციფრული მაუწყებლობა 17 ივნისის შემდეგ ეტაპობრივად 3-4 თვის განმავლობაში მოხდეს. გარდა ამისა, დღეს დუდუ კურდღელიამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. FIFA-ს მაღალჩინოსნების დაკავებას წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა იოზეფ ბლატერი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კორუფციის ადგილი ფეხბურთში არ არის და ვინც გარიგებაში იყო ჩართული, თამაშების ორგანიზების მიღმა უნდა დარჩეს. ქრთამისაღამის ბრალდებით შვეიცარიაში FIFA-ს 7 მაღალჩინოსანი დააკავეს. ბრალი კი 14-ს ოფიციალურად წარუდგინეს. მათ ნაწილს დღეს დაკითხავენ. 11 მაღალჩინოსანს სკანდალის გამო უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. ოფიციალური განცხადება გავრცელა UEFA-ს ხელმძღვანელობამ, რომელიც FIFA-ს კონგრესის გადადებას მოითხოვს. ხოლო დაგეგმილ კონგრესზე ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტიც უნდა აირჩეს, კენს მეხუთე ვადით კვლავ იოზეფ ბლატერი იყრის. მის კონკურენტი კი იორდანიის პრინცი გახლავთ. ახალი ამბები 15 საათზე რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში თია შონიამ გაგაცანით. დროებით.